გამარჯობათ. მე ვარ შალვა ფაჩოშვილი, რომელიც შეყვარებული ვარ მხატვრობაზე. 50 წელი შემისრულდა, რაც ვხატავ, ცოტა მეტი შეიძლება. 10 წლისა შევედი გორის სამხატვრო სკოლაში, დავამთავრე, მერვე კლასიდან ჩავაბარე ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში. მე ჯარი მომიწია, მე პოლიტექნიკური ინსტიტუტიც დავამთავრე და პარალელურად დავამთავრე მეორადი ფაკულტეტი, იმის ხელოვნების მეორადი ფაკულტეტი იყო, აკადემიის გახსნილი იყო და დიზაინი დავამთავრე მოკლედ და ყველაზე მთავარი ჩემ ისტორიაში არის ის, რომ მე ხატვა ძალიან მიყვარს, თუ შენი პროფესია ძალიან გიყვარს, იცოდე რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერს მიაღწევა, აი რასაც გინდა ხელი მოკიდო, სიყვარულით უნდა აკეთო, მით უმეტეს მხატვარი კაცისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც სულ შეყვარებული ხარ შენ ფერებზე, როგორ ვთქვა, შენ ფუნჯებზე, მასტეხინზე, ბუნებაზე და ყოველთვის ხარ ჭიდილში, რომ ცოტათი მაინც მიამგვანო იმ ბუნებრიობას, რასაც ქვია პეიზაჟი, რასაც ქვია ნატურმორტი, რასაც ქვია ნატურის ხატვა, მაგრამ მაგას ემატება ის, რომ თვითონ ჩემი სტილი მიწყობს ხელს იმისას, ჩემი ალბათ შთაბეჭდილებაზეა და იმპრესიონიზმი ქვია ჩემ სტილს. მე ფერი უფრო ჟღერადობის მიცემა მიყვარს, უფრო მაღალი ტონით მაქვს დახატული, ჭრილი იქნება თუ განათება იქნება და ამიტომ ძალიან საინტერესოა ყოველთვის მუშაობა ხატვაში. მკვეთრი ფერების არ გეშინიათ ხო? ნამდვილად არ მეშინია მკვეთრი ფერების და ძალიან მიყვარს და მოხარული ვარ, რომ არსებობს ესეთი მიმდინარეობა, ქვია იმპრესიონიზმი და დავათვალიერე, ვთქვათ, როგორ ვთქვა, საფრანგეთში, ლულში დავათვალიერე ნამუშევრები იმპრესიონისტების და მივხვდი, რომ ამაზე მაღალი რანგის ფერწერა ჟღერადობით ვიძახი, ჯერჯერობით შეიძლება დედამიწაზე არც არსებობს, არ ვიცი. თუ კი რაიმე ეჭვი გქონდათ სწორგზაზე ვადგევართ, რომ ესეც გაგიწყალდათ და არასოდეს ეჭვი არ მქონია, რომ ეს სწორგზაზე ვადგევარ თუ არა. კი, ჯერ ეს ერთი იმიტომ, რომ თვითონ ჩემმა სახელმა მე შალვა იყო ესეთი მხატვარი ბერიტაშვილი, რომელსაც მამა და ძმა დაუხვიეს. ბებია ჩემი სალალი ბიძაშვილი იყო და რო დავიბადე დამარქვეს შალვა და მითხრეს შენ უნდა დახატო და მე ვხატავ და მინდა რომ სულ ხატავდე. და ბარემ მკითხავთ კონკრეტულად აი ამ სტილის არჩევანი როგორ მოხდა და რა? თვითონ შემთხვევით მოხდა ეს სტილის არჩევანი, იმიტომ რომ მესანამ აკადემიაში და ჩავაბარებდი და ისევ გპის მერე ისევ ხატვისკენ. უბრალოდ მე ნიკოლაძე რო დავამთავრე, პირველ წელს ვერ მოვეწყე აკადემიაში და მომიწია ჯარში წასვლა და სანამ ჯარში წავიდოდი, მე ვემზადებოდი, იყო ესეთი რამდენიმე მხატვართან ვემზადებოდი, სხვადასხვა პერიოდი, მე გივი აღაპიშვილი არის ესეთი გენიოსი და მე ვიყავი კიდევ თვითონ ნიკოლაძეში სასწაული ხალხი მასწავლიდნენ, იყო მიშა გაბუნია, იყო ქრისტინე შერმადინი, იყო ბატონი ალიოშა ვებხვაძე, ძალიან ბევრი და მაგრამ პლუს ამისა ჩაბარებამდე კიდევ მოვემზადე და იყო ესეთი ქალბატონი ეთერი სიხარულიძე, რომელმაც სხვათა შორის ნამუშევარი ის იქ ეთერი სიხარულიძესთან დახატული ნამუშევარი მე კადრში მე შემდგე გამოა ნატურმორტი 83 წელში დახატული ერთადერთი გადამირჩა და მაქვს და ამ ქალბატონმა სულ სხვა რამე ამიხსნა ის რომ როგორ ვთქვა, ცივი და თბილი ტონები მეთამაშა ნატურმორტში და გამეკეთებინა ეს ნამუშევარი და რატომღაც მე მოვირგე მასტეხინი. და ამ ქალს ხელი არ შეუშლია და ამან გამოიწვია თვითონ ჩემმა შინაგანმა ჟღერადობამ გამოიწვია ესეთი რაღაცა. მე ვახსენე რომ ძალიან დიდი ნიჭის პატრონი იყო ეს, როგორ ვთქვა, ბატონი ჯიფსონ ხუნდაძე, ეგ არის ჩემი ახლობლის მამა.
ჩვენი ოჯახის ნათესავი გახდა მისი ბიჭი ჯარჯი და ამ ძალიან დიდი გამოცდილების პედაგოგმა კაცმა, ამიტომ საჭიროა ადამიანს მხატვრის მიმართულება მისცეს ძალიან ნიჭიერმა პედაგოგმა. ესე იგი, შენში ის არ უნდა ჩაკლა, რაც შინაგანად მოდის. როგორც კი დაინახა რა სტილის ნამუშევრების კეთების თავი მქონდა და უფლებას მაძლევდა ღმერთი, მითხრა ესეთი სიტყვა, რომ ძალიან ბევრი და დიდი ყურადღება დამეთმო იმპრესიონისტების, კერძოდ ვან გოგის ნატურმორტების ხატვისთვის და მე ვცადე და რამდენჯერმე ჩემებურად კოპიოს შეიძლება არ დაარქვა, ისინი ვაკეთე. და ამან გამოიწვია ეს, რომ ჩემში ეს, რასაც ქვია, იმპრესიონიზმი ნამდვილად განავითარა სწორმა მიმართულებამ, რაც მომცა აი ამ ტყვიანი ადამიანების მასწავლებელი ყოველთვის საჭიროა. ამჟამად იმპრესიონისტები ხატვრები ქართველებში ბევრი არ არიან, ხო, როგორც ეხლა მე პირადად რო გითხრა, არ ვიცი კონკრეტულად, მაგრამ არიან ისეთი მხატვრები ქართველ, ეხლა ვთქვათ, აწ წასულია, მაგრამ გენიოსი იყო, ეგეთი კაცი ხიტა ქუთათელაძე იყო. იმპრესიონისტი იყო 100%-იანი. მე მყავდა მიშა გაბუნია იყო ესეთი, არ ვიცი ეხლა თლად მაგრამ ლენინგრადში ქონდა ბატონ მიშას დამთავრებული ის აკადემია და ისეთი ჟღერადი ფერები ქონდა, მოკლედ სასწაული ადამიანი იყო ეს ბატონი მიშა. მე ბატონ მიშამ ერთხელ მაჩვენა, აი არსებობს, რომ აი პალიტრა თუ გაგიჭუჭყიან და არის ეგეთი მცნება მხატვრებში, აი პალიტრა თუ გაგიჭუჭყიან და ის თუ არ გაწმინდე და გაასუფთავე და სუფთა პალიტრა არა გაქვს, იცოდე რომ ნამუშევრის კეთება გაგიფუჭდება. და აი ესეთი ნიკოლაძეში სწავლის პერიოდში ესეთი თლად მოსვლილი პალიტრით და ვხატავთ ბალერინა გოგონას, ნატურშიცას, ულამაზეს, ძალიან ნაზი და ლამაზი ფიგურის მქონე ნატურას და ეს ბატონი მიშა მოვიდა ჩემ ნახატთან და მითხრა, რომ აი ახლა გაჩვენებ უყურეო, მომეც შენი ბუნჯი მათხოვეო, ორი მონას მიგაუკეთა ნახატს და უკვე დამთავრებული იყო, უკვე მიღწეული იყო ის ყველაფერი, რაც უნდა დამეხატა. თქვათ, არ ვიცი ახლა რამდენად შეიძლება თავისთავი იმპრესიონიზმი ეგონოს, არის თუ არა, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ჩაგელიშვილი ესეთი გენიოსი კაცი, ჩაგელა. არ ვიცი, ჩემთვის იმპრესიონისტია, არ ვიცი. შეიძლება ეს იმპრესიონიზმი ჩემებურად ნიშნავს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას და ჩაგელიშვილს ცალკე თავისი სტილი აქვს, მაგრამ ესე კონკრეტულად მაგ საკითხზე მე არც კი მიფიქრია. და თან ისეთი სტილია ეს იმპრესიონიზმი, რომ რაც არ უნდა გავიდეს წლები, ყოველთვის ყველგან და ყველა პერიოდში გაჩნდება კაცი, რომელიც თავის თავს იმპრესიონისტს დაუძახებს. აი ოღონდ მაინც ეხლა ფანქარში ეჩანა ანახაზე ყოველთვის ჭირდება რა. აი რაღაცა ხო? აქცევ ყურადღებას ბლიკებს ხო? ბლიკებს ვაქცევ ხო? არა, ჯერ უბრალოდ ფორმას რო აი სატრა გავალთო, ბლიკებს ყველაფერს მივაქცევ. უკან ახლა ამასაც გავაკეთებ ეს ყავისფერი ტონიდები ვქოთ. ეგ მასტეხინები კიდია რაღაცეები ვქოთ, ხო? ეს ლუჯი კონტორი უყურე ჩემგან გადაიღია, რასაც მეყურები, ხო ჩანს ის ჩემი რაღაცის ნახატი ჩანს და უბრალოდ იქ თან ახლა უცებ ხო უნდა დავფარო. ვიხდი დაფარვის იმაში, ყოველთვის ფუნჯი უკეთესია რა. ვაკეთებდი ხოლმე სულ მასტეხინით, მაგრამ არის ისინი რომ ფუნჯი ადვილად იფარება. ვიხდი რაზე ვიწვალო, როცა ფუნჯი დაგიფარავს წამებში. რაც მივხატავ სამხატვრო სკოლას გავილი მაქვს და როგორ ვთქვა, ქონდა პერიოდი, რომ არ მიხატია, ვთქვათ, აი გავიდა 4 წელიწადი არ მიხატია. სწავლობდი გპ-ში სამშენებლოზე. მე გავიდა 2 წელი
ჯარში მხატვრად კი ვიყავი, მაგრამ ნუ ზედთან და მასთან შეხედვა არ მქონდა, მაგრამ ისი თქმა მინდა ის რაც იცი ნელ-ნელა ილექება შენში, ის არასოდეს არ დაგეკარგება. ერთმა სულმათმა ადამიანმა ბატონმა ჯიბსონ ხუნდაძემ მითხრა, უყურე აქ ამან გაკრული ამ კაცს მომავლის მხატვარია, იმაში ჟურნალში იყო და აქედან ამოვიზე ამ კაცის ისა ძალიან დიდი ფერმწერი იყო, უყურე ფოტოა უბრალოდ მისი ნამუშევრების, მაგრამ ძალიან და ამ კაცმა ესეთი აზრი მითხრა, რომ არ შეგეშინდეს ის რაც გასწავლეს არ დაგეკარგება, უბრალოდ პირველი ორი ნამუშევარი არ გამოგიო და მაგას გიყვებოდი, რომ მაშინ როდესაც დამწყები მხატვარი ხარ, ყოველთვის თლიანი მასალა, რასაც ყიდულობს, აღებავ იქნება, თვლილო იქნება, უნდა იყოს კარგი ხარისხის. როცა რჩება დამწყებ მხატვრებს. ხო, თქვათ, ესეთი რაღაცა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ არ აგიცრუდეს გული, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება საკუთარ თავს უნდა დააბრალო თუ რაღაც არ გამოგივიდა, მასალაზეც ახარ დამოკიდებული. თქვათ არის იმდენად წყალწყალა ეს ჩინური ზოგიერთი საღებავი, რომ იმისგან ვერაფერს ვერ გააკეთებ რა. აი არ მიგიშვებს, ეხლა მე შენ გაჩვენე რომ უკრაინული ბენერით მუშაობ მეთქი რა. როგორც აი საკმაო სისქე აქვს, ისეთი კარგი სისქე აქვს, რომ ზეთში გარეო აღარ მიწევს. პირდაპირ ამ სისქით ხატავ. განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც საქართველოში ძალიან კარგი თბილი ტემპერატურა გვაქვს, ზეთის საღებავით მუშაობა ძალიან კარგია და რა ვთქვა, ხელს გიწყობს, რომ ის გააკეთო, რაც შენ გინდა. და ძირითადად ყოველთვის უნდა ფუნჯით იმუშაო, მასტეხინი ძალიან კარგი, ოღონდ რა ვთქვა, უფრო იადვილებს საქმეს, როცა მასტეხინით აკეთებ. ფუნჯი უფრო რთულია. იმპრესიონიზმის ტექნიკაში განსაკუთრებით. იმპრესიონიზმის ტექნიკა იმათ ფუნჯით ჰქონდათ, იმათ არანაკლები ფუნჯის ოსტატები იყვნენ, მე მომიწია ლუში ედუარდ მანეს ნამუშევრების ნახვა და თლათ იმიდან, ესე იგი არ ჩანდა ესე ძალიან ახლო ფოტოებში და ვიდეოებში, გადაღებებში მე ვერ ვამჩნევდი, როგორი ოსტატობით ჰქონდა ამ კაცს ფუნჯით დადებული საღებავები, რასაც აკეთებდა და ფიგურებს ხატავდა. მე კლუბში შემთხვევით მე თვითონ აღმოვაჩინე ვან გოგის ნამუშევარი. არასოდეს არ მიმიქცევია მაგისთვის ყურადღება, მოკლედ აი როგორ ვთქვა. ვან გოგს ჰქონდა ვთქვათ წინა პლანზე გაკეთებული რაღაცა კონტური, ვთქვათ აი ხელს მოვაწერ, ვთქვათ აი შალვა დავაწერე, ხო აქ, აი ამ ფუნჯით. თუ დაჭირდა რაღაცა დეტალის გაკეთება, უკან ეს ფუნჯი კი აღარა იყო, მე უფრო წვრილი ფუნჯით სცადა. ამის გაკეთება, ამ რაღაცის, ვთქვათ აი მაზოკების გაკეთება, უფრო თხლად, წვრილად სცადა, ეხლა არ მიმიჩვა ამ იმანამ ფუნჯმა. და რომ რას გაძლევდა, იცი რომ შეხედავდი ნახატი სივრცეში მიდიო, შრიალს იწყებდა, ესე იგი სქელი ფუნჯით მაზოკები წინ და მე ნელ-ნელა თხელდება, წვრილდება და უკან უკვე ძალიან საფიზებული მაზოკი ქონდა, იმიტომ რომ ვან გოგს თუ დააკვირდება ადამიანი ძირითადად ლაქობრივი კომპოზიციები კი არა აქვს, აი როგორც მოზაიკასავითაც ყოფილი აქვს რა. წინით სქელი განიერი ფუნჯები და მე გადადის თხელი იმით, მაგრამ აი მაგაშია ზუსტად ნებისმიერი ძალიან ნიჭიერი მხატვრის ოსტატობა, რომ ყველამ თავთავისი სტილი მზამზარეულოს შემოიტანა და ფორმულებივით დატოვა ამ სამყაროში და რომელიც უნდა ყველაფერი დაინახო, ყველაფერი გაიცნო და მე რომელიც შენთვის ადვილია და მორგებულია, ის უნდა მოირგო და ის უნდა განავითარო, იმიტომ რომ აქეთ-იქით რომ გაბნეული იყო და ხო რასაც რაფაელი აკეთებს იმ რაღაცას სწავლებს ქმნის და ვინა ლეონარდო ქმნის და მე უცებ დაინახო რომ ჯო როგორ იადვილებს თავს, როდესაც იმპრესიონისტი რაღაცას ხატავს, მაგრამ ამ დროს ის ძალიან დიდი ოსტატი ეგრე ადვილი არ არის. ერთი შეხედვით ვერ მიხვდეს შეიძლება. ვერ მიხვდე და ამიტომ უნდა თითქმის ყველანაირი სტილი შენში უნდა გაატარო. ისევ ბატონ ჯიბსონის ნათქვამს ხუნდაზისას დაუბრუნდები, ერთხელ მითხრა რომ იციო ეხლა მოიგონესო
ნახატის შესრულება შეუძლია პროგრამას მისცემ და ნახატ დაგიხატავს. მაგრამ იცი რომ მინუსი აქვს ამ ტექნიკასო, გულში არ ატარებს იმას. გულში ის ხო რა ვქო. ფერებს რა გამო ემოციას. გულში არ ატარებს. გაიგე იმას გეუბნე, შენ ეს ყველა სტილია თუ მიმდინარეობა ყველაფერს უნდა მოეპოტინო, მაგრამ რომელსაც გულში გაატარებ, ის უნდა მიიყვანო ბოლომდე. თქვენ სხვა სტილებშიც გაქვთ გამოცდილება ხონდათ ადრე ხო? მე ვცადე რამდენჯერმე მე აი აკადემიური სტილი რეალიზმი მე აი ფოტოები მაგ და გაჩვენებ და მე გადაიღებ ფოტოები დამჩენ ნამუშევრები. მე ლაქობრივი კომპოზიციები ვცადე, ოღონდ ვცადე როგორ ვთქვა, გრაფიკულ ჩარჩოებში მოქცეული. ვთქვათ აი რაღაცა სამკუთხედები და ოთხკუთხედები იყო, სხვადასხვა ფერები და იმით მინდოდა რაღაცეები შემექმნა, მაგრამ მივხვდი რომ ეს ჩემთან ახლო არ იყო, იმიტომ რომ ალბათ ცხოვრების სტილი მაქვს ეგეთი, რომ უფრო მიყვარს სწრაფად მუშაობა და იმას ჩაჯდომა, მთელი კვირა უნდა მუშაობა, რომ ფერის ჩასხმას ეძახიან, ფერი სანამ ჩაასხინ, ესე იგი ძირითადად იმ ნამუშევრებმა იმიტომ არ მიმიზიდა, რომ დიდი ხანი უნდებოდი, იმას გაშრობა უნდა და მე ნუ ახლა როგორ ვთქვა, ჩემ დროს ესე აკრილი არ იყო, ჩემ დროს იყო გუაში და აკვარელი ვთქვათ. აკრილს უფრო სხვა ისა მიდგომა, უფრო გაადვილებული სტილია ხატვის, უცებ შრება, უცებ ვიაღწევ რაღაცა ეფექტს იმით რომ შენ ოსტატი ხარ, არის იკეთებასაც აპირებ, ოსტატურად აკეთებ, მაგრამ ზეთი რთული ეს არ მიგიშვებს ბოლომდე. ახლა აი აქ რაც გაჩვენე, აქ იმ ეფექტს ვერ მივაღწიე, იმიტომ ვერ მივაღწიე, რომ ამან ბოლომდე არ მიმიშვა. აქ ახლა ამას რა ქვია, რეფლექსია ქვია, აი აქ რეფლექსია ბოლოში. აი ბოლო, იმიტომ ეს აუცილებელია. აი ახლა რეფლექსი მაქვს დასახატი და ამისი საერთო ფორმა მაქვს მოსაძებნი. აქ მე უბრალოდ აქ ფერები მივაყარე და მეგონა რომ გამომივიდოდა, მაგრამ მაინც საჭიროა ბევრი შრომა. არც ისე მარტივი ყოფილა. არა, მარტივი ყურე შეიძლება და ფუნჯი მიახმარო, ყურე ესეთი რაღაცები ვაკეთო. თქვათ კვერე წეწრის იმას აკეთებს. ხო, აი თქვათ ფორმა უფრო მეტად მოუძებნო, თქვათ. აქ რაღაცა მეორე ისა აქ ეს რაღაცები ფუნჯითაც ზემოდან დამუშავდა. ესეც შეიძლება სადო ბევრი არასოდეს არ შეიძლება ნახატზე თქვა რომ დავასრულეო. ნახატი არასოდეს არ სრულდება, იცოდე? თუ ძალიან აი მე წავიკითხე, მოკლედ ბუნებაში არის ეგეთი ისტორია, რომ ტიციან ვეჩელი იყო კაცი, რომელიც იყო უდიდესი მხატვარი. 60 და 50, 90 წელს გადააბიჯა. კაცმა ტიციანმა თავისი სიცოცხლის ვადით დედამიწაზე და 60 წლის წინ დახატულ ტილოებს მიუბრუნდა და ფიგურების დამუშავება დაიწყო. იცი რა რთულია? აი როგორ გითხრა, 3 და 4 წლის წინ დახატული ნახატი, აი მე გაჩვენებ, ეხლავე გაჩვენებ, რასაც გიყვებ, უყურებ. აი ეხლავე მოვხსნი ამ ნამუშევარს და გაჩვენებ, რასაც გიყვებ. ოდნავ მტრიანი იქნება, არ შეგეშინდეს. ეს ჩემი ეხლა გავწმინდა ოდნავ. ეს ჩემი სტუდენტობის დროინდელი, რომ ემზადებოდი მაშინდელი ნამუშევარია, უკვე. ნატურმორტია, რომელიც როცა ვსწავლობდი, სხვათა შორის მასწავლით არის გაკეთებული და ნუ ახლა კი ამას ლაკი ხედავ ფერებს. აი ამას რო კიდე დამუშავება დაუწყო, წარმოიდგინე რა ოსტატი უნდა იყო. აი ნებისმიერი საღება ვიაქრო დაადო, ეს როგორ ამოვარდება, იცი, ყველა მიხვდება რომ ზემოდან ვატყაპნებ მე. აი ეგეთი ოსტატებიც კი იყვნენ დედამიწაზე, რომელიც ჰარმონიულად ძალიან რთული იქნება რომ ჩასვა. ოღონდ თავისი ოსტატობით მივიდა ამ ყველა. საღებავიც სხვა არის უკვე ფერებიც. საღებავიც სხვა არის, მაგრამ ოსტატობით მივიდა, იმიტომ რომ
მიხვდა იმ საღებავის დამუშავებას მიხვდი. ამიტომ ის სხვათა შორის თავის დროზე ძალიან არც ეხლა ეს ნამუშევარი, როგორ ვთქვა, ძალიან კაი ნამუშევარი. უყურე რამდენი ტონი მიდევს, მაგრამ ეს ლაქია, ეს მერე ფერში ჩავარდნილია, მოკლედ მოსავლელია ნამუშევარი. ზეთის ნამუშევარს მოვლა უნდა ესენი სუნთქავენ. უყურე რომელ წელს არის დახატული. 93-ია დაბადული. მე ამ დროს ნიკოლაძე დავამთავრე და ისტორიული ნახატი. კი, და ეს დამჭა. საბჭოთა კავშირის დროინდელი საღებავები ძალიან კარგები ქონდათ. უყურე აქ მაქვს კიდე ერთი ნამუშევარი, უყურე ამას. ეს საკერავი მანქანა სპეციალურად გავაკეთე ესე რომ დამსკდარიყო. რაც არ უნდა გავიდეს წლები, ყოველთვის ყველგან და ყველა პერიოდში გაჩნდება კაცი, რომელიც თავის თავს იმპრესიონისტ დაუძახებს.